დაბეჭდილობისა და ტკივილის შეგრძნება ქუსლისა და წვივის არეში. მეტიც ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება მექანიკური შეხებისას. ამიტომ შეწყვიტე ეს, რადგან რამდენადაც არ უნდა გაიკვირდეს, პრობლემა შეიძლება მომდინარეობდეს ბრტყელი ტერფიდან. ჩვენი ტერფები ნამდვილად არქიტექტურული შედევრია მათი ანატომიიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ვინაიდან ისინი ჩვენ სხეულში ასრულებენ ამორტიზაციისა და საყრდენის ფუნქციას. მას გააჩნია სამი თაღი და ამ თაღებიდან განსაკუთრებით ერთ-ერთი ის longitudinal edge-ის, ანუ შიდა გასწვრივი თაღის გასადავებით ხდება ტერფის შიგნით როტაცია. ტერფის ძვლის შიდა როტაცია თავის მხრივ იწვევს წვივის ძვლის შიდა როტაციას ასევე. ზუსტად მათი არაბუნებრივი იძულებითი პოზის გამო ხდება მათ გარშემო არსებული აქილევსის მყესის, ქუსლის ფასციისა და წვივის გარშემო არსებული კუნთების არასწორი ფუნქციონირება. დაჭიმულობა, რომელიც შემდგომში იწვევს დაბეჭდილობის, ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას არა მარტო სიარულისას, არამედ მექანიკური შეხებისას. ამიტომ თუ გინდათ რომ უმკურნალოთ პრობლემას და არა სიმპტომს, უნდა ამოვიცნოთ ეს პრობლემა. რა ახასიათებს ამ მდგომარეობას? პირველი, ტერფებისა და მუხლების არასწორი პოზიციონირება, ანუ როტირებული დგომა. მეორე, ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება, ასევე დაბეჭდილობის, ქუსლისა და წვივის არეში არა მარტო სიარულისას, არამედ მექანიკური შეხებისას. ასევე შეგიძლიათ ჩაატაროთ ტესტი და გაიგოთ, რამდენად სწორად ფუნქციონირებენ თქვენი ტერფები და მუხლები. კონკრეტულად კი, ფეხები დადგეთ მხრების სიგანეზე, გააკეთეთ ჩაჯდომი. თუ კი თქვენი ტერფები და მუხლები შიგნით ჩატრიალდნენ, მაშინ შესაძლოა თქვენ გქონდეთ ტერფის პრობლემა. ამიტომ, თუ კი აქამდე მკურნალობდით ამ სიმპტომებს და შედეგი არ გქონდათ, ახლა იცით რაშიც არის პრობლემა. და ახლა როგორ დგას შენი ტერფები? ეს იყო რუბრიკა „უკურნალე პრობლემას და არა სიმპტომს“. მანამდე კი არ დაგავიწყდეს გვერდის მოწონება და ვიდეოს გაზიარება. გისურვებთ ჯანმრთელობას.